საქართველოს საერთაშორისო ცნობის პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებთან. ფაქტობრივად დამთავრდა ცივი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. განცხადებულია ახალი პოლიტიკური აზროვნებისა და მსოფლიოს ახალი წესრიგის პრინციპები. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოების მსოფლიო პოლიტიკური თამაშის წესების მიხედვით უნდა ემოქმედა და ყველანაირი საშინაო და საგარეო საფრთხე თავიდან აეცილებინა, ხელისუფლებაში მყოფი მრგვალი მაგიდის შიგნით ფარული დაპირისპირების პროცესი დაიწყო. პარტიის ლიდერებსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია სულ უფრო სუსტდებოდა. საკადრო პოლიტიკის კუთხით კი ვიღაცის უხილავი ხელი გამოჩნდა. ხომბები შეიძლება რომ რაღაც ეტაპის მერე საკადრო პოლიტიკაში ზედმეტად ერევა ვიღაცა. ის ვიღაცა იყო ქალბატონი მანანა. მრგვალი მაგიდის წესის მიხედვით თითოეულ პარტიას ვეტოს უფლება ჰქონდა. ზურაბმა შეწყვიტა უკვე მრგვალ მაგიდის ხდომებზე მოწვევა ფაქტობრივად. რა მე პარტიის ვეტოს დამემორჩილო. პრეზიდენტი არ იყო მაშინ, ის იყო ზნეცების თავმჯდომარე. ხომ პირველი პირი, რა გვერდის. ვერ დამემორჩილებოდა ახლა შიდა ასეთად, შიდა პარტიული მას, მაგრამ კრებები მაინც უნდა მოწვეულიყო. პირველი ლედი და მისი ოჯახის წევრები ზვიად გამსახურდიასთან ერთად ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაშზე ჩაებნენ, რომელნიც ეროვნულ პოლიტიკურ ბანაკში გავლენის სფეროს მოპოვებას არა მხოლოდ საკადრო პოლიტიკის კუთხით ცდილობდნენ. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცუდი როლი შეასრულა გამსახურდიასთან მიმართებაში მისმა უახლოესმა გარემოცვამ, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ თუნდაც ეროვნული მოძრაობის ყოფნის დროს და თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები იყო ჩამოსული თბილისში და ერთ-ერთი შეხვედრის დროს იღება კარები, შემოდის ერთი ქალბატონი და ძალიან უშველი სიტყვებით მოიხსენიებს ამერიკის კონგრესს. მე ეს ხალხი კითხულობს და ადგენს, რომ ეს არის პრეზიდენტის მეუღლე და მისი და. აი ასეთ ფაქტებს ქონდა ადგილი და ბუნებრივია, რომ ვერანაირი ოპოზიციური პროპაგანდა დასავლეთისკენ მიმართული ვერ ასე ვთქვათ ვერაფერს ვერ გაუფუჭებდა გამსახურდიას ის, რასაც მის გვერდით ყოფი ადამიანები უფუჭებდნენ მას. მე მაშინ ზონის ორი ნათქვამი, ერთი უფრო ადრე რომ ვაჟა კარგად მუშაობდა აუხსენე რა მანანას, რომ არ არის საჭირო ამაზაბლეში. კი ღვძო ხასიათი აქვს. მე მithქვი რომ უფრო ქართული ხარ ვიდრე მეგრელიო მოკლება რა გაკო, მაგრამ მუშაობს, ყველაზე მეც მუშაობს კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო. ერთი თვენახევრის ვაჟა უკვე მტერია. მცირე ინტრიგების სახით დამანგრეველი დარტყმები მრგვალი მაგიდის შიგნით თანდათან გახშირდა. პირველი დაპირისპირება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს, ვაჟა ადამიანსა და ეროვნული გვარდიის სარდალს თენგიზ კიტოვანს შორის მოხდა. მიზეზი გვარდიაში არსებულ საეჭვო თანხების მოძრაობასა და იქ მიმდინარე პროცესებზე კონტროლის დაწესება გახლდათ, რასაც კიტოვანის მხრიდან მძაფრი რეაქცია და კონკრეტული მოქმედებაც მოხდა. ინგლისში საინტერესო მოქმედებები ვითარდება საქართველოში და არის სწორედ ცდომობა კიტოვანის მხრივ მოხდეს გადატრიალება. სახლის გადატრიალება საქართველოში. ამაზე მანძილამაზე არ ამახვილებია ყურადღებას. ეს დაკავშირებულია ადამიანის გაგზავნასთან. ადამიანი არის უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უზენაეს საბჭოში და აგზავნიან შეამოწმოს რა ვითარებაა გვარდიაში. ფინანსური მხარეები და ასე შემდეგ და აღმოჩნდა ძალიან ძლიერი ვითარება გაფლანგებია ის შემდეგ. და აი ამისგან გაბრაზებული კიტოვანი იწყებს საპასუხო მოქმედებებს და რა უნდა, რა თქმა უნდა, სიგუასთან შეთანხმებით. მათ უნდათ რომ გაანთავისუფლონ რამდენიმე მინისტრი, აი ძირითადი რგოლების მინისტრები თანამდებობიდან გამსახურდიას დაუკითხავად. ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. მაშინ ეს სახელმწიფო ვერ შედგა. კიტოვანს უნდა რომ ყოფილიყო თავდაცვის მინისტრად რომ დაენიშნათ. გამიგეთ და ახლა თენგიზ არ დანიშნავდა ზუსტად თავდაცვის მინისტრად. და ფაქტურად პირადი ამბიციებიც იყო, კიდევ უკვე სხვა რაღაცეები ჩაერია. ამ პერიოდში ზვიად გამსახურდია დამოუკიდებლობის მოყვარე თენგიზ კიტოვანის განეიტრალებას დიპლომატიურად ცდილობს.
და დასავლეთთან ურთიერთობის გარკვევის პარალელურად მის მრჩეველს გოგიკა ჩეჩილაძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური მისიით ცნობილი ქართველი გენერლის ჯონ მალხას შალიკაშვილის ძმასთან ოთარ შალიკაშვილთან აგზავნის. შალიკაშვილი პოლკოვნიკის ჩინით გავიდა თადარიგში და იმ დროს იყო ამერიკის ატომური ენერგიის მოხმარების სპეციალური სკოლები არსებობს და იმის დირექტორი. ჩვენი ამოცანა იყო დამეთანხმებინა ოთარი, რომ ის გამხდარიყო საქართველოს სამხედრო მინისტრი. ეს იყო ჩვენგან ჟესტი ამერიკის მიმართ, ჩვენ მხრიდან დობისა და პარტნიორობის დასადასტურებლად. უნდა გითხრა, რომ ოთარი ენთუზიაზმით შეხვდა ამბავს, დავჯექით საქართველოს რელიეფური რუკა ხანქთა დიდ ქაღალდებზე გაზაგოგ ფანქრით და რა როგორი რელიეფი აქვს რა როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სამხედრო მშენებლობა და ასე შემდეგ და მაგრამ იქ თქვა ოთარმა რომ ამ საკითხს მე არ წვეთ და როგორც ჩანს ვერ ჩვენ ვერ წვეთ ეს უნდა გადაწყვეტოს ამერიკის მთავრობა. სანამ ამერიკის მთავრობა რამეს გადაწყვეტდა, მრგვალი მაგიდის შიგნით რღვევის პროცესი გაგრძელდა. ლიდერების მიმართ დარტყმები ასეთი თანმიმდევრობით განხორციელდა. ჯერ მოხდა ქორიძის თავი დახარა, მერე მოხდა მანგოლდინაშვილის თავი დახარა. მერე უფრო მოგვიანებით თედოს იმან მაიდამენს არ დახარა, მერე მე არ დავხარე. და ბოლოს კაკოსა. კაცის ერთგულიდან მეგობარს, ან პირადი შენი მეგობრის. ამ საქმემ არ იცის და იქნება შენი უღალატე ჩემკომანას. მაშინ მიდგება საკითხი და ყველაფერში მართალი იყო. ამიტომ ამ ტუტუცუ ლაპარაკს არ უნდა დაანებოს ყველამ. რას უღალატა თუ არ უღალატა ადამიანმა ეს უნდა იყოს განსჯის საგანი. ვის უღალატა ეს მოვთხოვოთ ცოლებს, დედმამიშვილებს და სიყმის მეგობრებს. და ან ბიზნეს პარტნიორებს. იქაც ღალატი არ არის რა, ამჯობინდა მეტი და ნუ წესიერ თუნდა მოქცეულ ხალხთან კარგი იქნება და თუ არ მოიქცა და არ მოიქცა, მაგრამ ეს არის ჯება იურიდიულად, ხო? ესე არ არის რა ღალატის საქმე. რას? თუ შენ უღალატე იმ კაცმა რაღაცა დიდს, რწმენას, სამშობლოს, ნაციას თავის ერს, შენ უფლება აქვს მას უღალატო განუდგება. Некоторые оппоненты и даже друзья говорят, что вот допускаю ошибки я в кадровой политике. Я ему, знаете, что отвечаю? Вот вы в своей жизни сколько друзей нашли? И сколько раз вам оправдали друзья? Сколько-то раз вы ошиблись в друзьях? И легко ли выбрать друга? Вот так я их спрашиваю. Они говорят, нет, очень трудно. И фактически даже невозможно. Вот так я и говорю, понимаете? Вот это кадровая политика. Ищешь друзей и иногда находишь врага. ერთხელ მომითხრა კიდევაც. აი ჩემ თვალზე ხდება ის ტრანსფორმირება. არა გვალი მაგიდის ხალხი ერთმანეთი უნდა შევენარჩენ. ანუ გვალი მაგიდის შენარჩუნების აუცილებლობა პირველ თვეებში მას გააზრებული ჰქონდა. პირველ თვეებში. მაგრამ ჩარევები ხდება. ამ საშიში შიდა დინებების ფონზე დასავლეთ საქართველოსადმი კვლავ ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა. მისი მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება იყო. 1991 წლის 31 ივლისს გრძელვადიანი მოლაპარაკების შედეგად ჯორჯ ბუშმა და მიხეილ გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ, რომლის მიხედვითაც ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ბირთვული არსენალები 40%-მდე მცირდებოდა. აქედან გამომდინარე, ბუშის ადმინისტრაცია ცენტრის წინააღმდეგ ურჩი რესპუბლიკებისათვის რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ აპირებდა. მეტიც, ამერიკამ ხარს უჭერდა გორბაჩოვის ინიციატივას ახალი ფედერაციის შექმნის თაობაზე, რის შესახებაც ჯორჯ ბუშმა მოსკოვსა და უკრაინაში ვიზიტების დროს ეგრეთ წოდებულ ურჩ რესპუბლიკებს გარკვევით მიანიშნა, რომ ცენტრის ხარჯზე მათი აღიარება არ მოხდებოდა. იმ მომენტში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიური ეთიკის დაცვის მიუხედავად ეს გზავნილი მალე საქართველოსათვის და მისი პირველი პირისათვის საერთაშორისო იზოლაციის მიზეზად იქცა. საქართველო წარმოადგენს ერთ პატარა წერტილს სოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, რომელიც არის აი ჯოჯოხეთურ გეოპოლიტიკურ სივრცეში განწირული საცხოვრებლად და აქ სახელმწიფოს აშენება უკავშირდება საშინელ ტრაგედიებთან, კატასტროფას, რომელსაც
გალაქტიონ ტაბიძემ უწოდა ოცნება ნახაზი საგანთა უარით. ისე საგანთა ლოგიკით. იმიტომ რომ ეს იმპერიები ეჯახებიან აქ ერთმანეთს, რომ გააკონტროლონ აღმოსავლეთის და დასავლეთის შემერთებელი ეს ზონა. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა იყო დაახლოებით იმ ამოცანის გადაზელება, რაც ყველაზე კარგად ჩამოყალიბდა ნიკო ნიკოლაძემ, როცა ის ლაპარაკობდა, რომ რამ გადაარჩინა საქართველოს მთელი ამ 1000 წლების მანძილზე. და გენიალური მეტაფორა მოიფიქრა ნიკო ნიკოლაძემ და საქართველოს შეადარა მზეს უმზირას, საიდანაც ამოდის მზე და სინათლე, საქართველოს მუდამ იქ-იქ იხრებოდა. ზუსტად იმ დროს, როდესაც დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი კიდევ უფრო გაუარესდა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფმა გოგი ხოშტარიამ უკვე თანამდებობიდან გადამდგარი ედუარდ შევარდნაძისაგან მორიგი მნიშვნელოვანი და არანაკლებ საშიში ცნობები მიიღო. მაგალითად ეს მე მოვიდა ჯავიდან ეს ალბათ ეს ალბათ არ ამგონია იმას გეტყვით რომ მოსკოვში კუჩი იქნება საქართველოში ეს მოუთხარ ეს ჯერ გვაშინებენ არაფერი ესეთი არ იქნება სამშაბლოზე თქვა თუ ძალიან ძიმე გაგვიჭირდება ამაზე გამოჭერლები ხართ მაგრამ თუ მკაცრად იგზნები და დიდხანს იტყებით გაიმარჯვეთ მაგაშია და კუჩის ამბავი თქვა და კიდე რამდენიმე ესეთი ფასიანი ჩები თანაერთი მისვლაზე იგი იძლეოდა ერთი თხოვდა ნომლანძალთ ამავე პერიოდში პრეზიდენტ გამსახურდიას გუნდში ახალი სახე ჩნდება ოღონდ არა ეროვნულ პოლიტიკური ბანაკიდან არამედ საკავშირო უშიშროების კადრებიდან და ის ნდობა რაც მე ქართველმა ხალხმა ქართველმა ერმა გამიწია ყველანაირად სანამ სული მიდგამს შევასრულო, გავახორციელო და გავაკეთო ის, რაც ეკადრება ჩემს ერს. საგარეო საქმეთა მინისტრს მის პოსტზე ახალი კანდიდატურის მურმან ომანიძის შესახებ ინფორმაციას უკვე 1991 წლის მაისის ბოლოს აწვდიან. ერთი პირი არ მინდა თქვა ეუბნება თეთო ჭაპარაძეს. გოგი ჩაიძირება მოვა ომანიძე განვადი ჩვენ ბანაკში. თედო მეს მითხრა მე არ სადაც გადასვლას არ ვაბინებ. ის ჩემი გუნდის წევრი იყო საგარეო სამინისტროში საიდან იგივე ინფორმაცია სხვა წყაროდან მითხრა ერთ აფხაზმა პროფესორ ქართველმა აფხაზეთიდან პროფესორმა ისი თვალა თქვენ და თქვენი ეს ამბავი მოთხარი ეს მე კი ვიცი მაგრამ ვინ გითხრა ალბათ კგბ-ს წერმა ხო რაღაცა კი საიდან ეს მე მითხრა 13-ში გოგიო დავჭეთ მეგობრობათო და გადადეკი კიდევაც მე უთხარი მე ადგილს ამის რა შენი ადგილი რა თქვენა მე ვარ პროფესიონალი ჩემს საქმეში იქ მუშაობ გაზაჟემისლე მაგრამ იქ მაგ კაი სპეციალისტი ვარ ჩემს საქმეში ლექტორი ვარ მეცნიერი ვარ რაში საწაყოლა არა მას მეგობრებო კაი მეთქი ოღონდ მითხარი ვინ ნიშნება ჩემ ადგილას მაგრამ შედა შეისმოშნა ომანიძე ომანიძეს რატომ შენ თუ რა მოგაგებია ჭირდება მე ჩემს შესაძლებლობას არა გამომადგარო და გამომადგარო ჩემთვის ოპოზიციაში წასვლის ყველაზე მთავარი საფუძველი იყო არაბულ ომანიძეს მოყვანა ეს თავისთავად არამედ ომანიძეს რომელიც აი ესეთი როლი ითამაშა რომელიც იყო თვითონაც აბდომალია რუსეთზე ორიენტირებული 1991 წლის 20 აგვისტოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერათ ხელი, რითაც კომუნისტური პარტიის უმაღლესი ხელისუფლება საბოლოოდ წარსულს ვარდებოდა. დაგეგმილი იყო სხვა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც. პარტიული ელიტის კონსერვატიულმა ნაწილმა, რომელთაც რეაქციულ ძალებსაც უწოდებდნენ, სახელმწიფო გადატრიალების გზით საკუთარი თავისა და იმპერიის გადარჩენას სადეს. მართალია საქართველოს არც ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხერმომწერთა სიაში იყო, თუმცა ამ მრავალი საიდუმლოებით ახსავსე მოვლენამ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული თუ პოლიტიკური პროცესები მაინც უარესისკენ წაიყვანა. Я прошу россиян помочь президенту, помочь законному правительству России. 1991 წლის 19 აგვისტოს დაახლოებით დილის 6 საათზე საკავშირო რადიომ გამოუგნებელი ცნობა გადმოსცა.
К нам поступили сообщения, что сейчас на штурм Белого дома отправляется ряд частей спецназа. Возможно, что это последний репортаж из Белого дома. მიხეილ გორბაჩოვის მიერ დაწყებულმა გარდაქმნამ დემოკრატიული ცვლილებების ნაწილად საფრთხე ქვეყნის არსებობას შეუქმნა. იმავე დღეს მოსკოვის ქუჩები ტანკებითა და ჯავშან ტექნიკით აივსო. გადატრიალების შედეგად პოსტიდან გადააყენეს ყირიმში დასასვენებლად მყოფი მიხეილ გორბაჩოვი. ძალაუფლება მთლიანად ვიცე-პრეზიდენტ გენადი იანაევის ხელში გადავიდა. სპეციალურად შექმნილ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტს გეკაჩეპეს ძალოვან უწყებათა პირველი პირები ხელმძღვანელობდნენ, რომელნიც სპეციალურ პრესკონფერენციაზე საბჭოთა კავშირის 6 რეგიონს საგანგებო მდგომარეობით დაემუქრნენ. მუქარა შეეხებოდა ბალტიისპირეთს, საქართველოს, სომხეთსა და მოლდავეთს, ანუ იმ რესპუბლიკებს, რომელნიც ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე უარს აცხადებდნენ. მოსკოვში მიმდინარე პუტჩი შეიძლება საზოგადოებისთვის იყოს მოულოდნელი, მაგრამ პოლიტიკური ძალებისთვის ეს მეტნაკლებად ამის შესახებ ინფორმაცია არსებობდა. მით უმეტეს არსებობდა და ინფორმაცია, არა მარტო ინფორმაცია არსებობდა გამსახურდიასთვის, არამედ მუშაობდნენ კიდევ ეს გამსახურდიას გარემოცვაზე. შესაბამისად, მან ამ პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასე ვთქვათ, პუტჩის მხარე დაეკავებინა და იმ ჯგუფის მხარეზე გადასულიყო, რომელიც უპირისპირდებოდა გორბაჩოვ-შევარდნაძის გეგმას. გეკაჩეპეს შექმნისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ავტონომიურ რესპუბლიკათა ყველა ლიდერი ვლადისლავ არძინგას ჩათვლით გენადი იანაევის მისაღებში აღმოჩნდა. ახალი ხელისუფლებისადმი ერთგულების დადასტურების სანაცვლოდ სეპარატისტები მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკებთან გათანაბრების პოლიტიკის გაგრძელებას ელოდნენ. იმ პერიოდში მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის იდეასთან ერთად ეს აქტიური თემა იყო და ერთი შეხედვით იმპერიის რღვევასთან კავშირი არ ჰქონდა. К сожалению, как это стало известно позднее, центристские силы Советской Абхазии и самозванные власти так называемой Юго-Осетии полностью поддержали путчистский ГКЧП. Его действия получили одобрение и поддержку также со стороны ЦК КП Грузии. ზვიადგამსახურდია მოსკოვის პუტჩის შესახებ ყაზბეგში ყოფნის დროს შეიტყო, თუმცა ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ჩქარობდა. ის უსვენებდა ყაზბეგში, მას მოუვიდა ინფორმაცია, ტუავტევი აბაშიძე მიაწოდა ინფორმაცია, ჩამოვიდა გენერალი შურავლიოვი და მოითხოვა შურავლიოვმა, რომ ტერმინი პრეფექტი და მერები მათთვის მიუღებელი იყო ტერმინი აი ეს გაეუხმებინათ და გვარდია რომელიც ყავდა შინაგან ჯარის სტატუსი მიეცათ. თუმცა გვარდიას ზედაც ჰქონდა შინაგან ჯარის სტატუსი. პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობა და გარე ოპოზიციაც გამსახურდიას გადაწყვეტილებას ელოდა. ჩანდა რომ ქვეყანაში დიდი ძვრები იყო მოსალოდნელი. ამდენად პოლიტიკურმა ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკა დროებით შეწყვიტა და შემხვედრი ნაბიჯი გადადგა. დემოკრატიული პარტია მართლა ფლაგმანი იყო ოპოზიციის პერიოდში და როდესაც ეს პუტჩი მოხდა და გეკაჩეპე გამოცხადდა მოსკოვში, ეროვნული დემოკრატიული პარტია მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება უკვე ძალიან თვალსაჩინო იყო უკვე ჩვენსა და ხელისუფლებას შორის, პირველივე განცხადება რაც გააკეთა ამ დროს იყო ის, რომ მიმართა პრეზიდენტ ზვიადგამსახურდიას, ჩვენ უარს ვამბობთ ყველანაირ დაპირისპირებაზე, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი საქართველოს ჯარისკაცები და მიიღე ჩვენი მხარდაჭერა და ნუ დავემორჩილებთ გეკაჩეპეს და ავიმაღლოთ იმ პროცესების მიმართ, რა პროცესებიც მოსკოვში ხდება, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, იმას ანუ რაც თვითონ ზვიადგამსახურდიამ სულ რამოდენიმე თვის წინ გამოაცხადა. სამწუხაროდ ზვიადგამსახურდიამ არც ისმინა ჩვენი და ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებიდან ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გია ჭანტურიას თვითონ გაუშვდა ეჭვი, რომ იქნება ზვიადმა არც იცის და არც აიგითხა ეს წერილი და აქედან გამომდინარე ვერაფერს ვერ ვიგებთ დაუშვათ მისი პოზიციის შესახებ და ჩვენ ცადეთ და მოვახერხეთ კიდევაც დაგვებეჭდა ეს წერილი, მაშინ საინფორმაციო სივრცის გარღვევა ძალიან ძნელი იყო, ტელევიზიაში შეღწევა იყო წარმოუდგენელი და მე ალბათ არ მეშლება გაზეთ დროინში
უნდა იყოს ეს წერილი გამოქვეყნებული, რომელსაც მაშინ არჩილ გოგელი რედაქტორობდა და ანუ ასეთი გზითაც ვცადეთ მისთვის მიგვეწოდებინა ეს პოზიცია. იქ პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ ზვიად გამსახურდია იღებდა თავის თავზე, ყველა დანარჩენი შეგნებულად თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ამას გაურბოდა და თავს არიდებდა. მოსკოვის პუტჩისადმი საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია მხოლოდ მეორე დღეს გახდა ცნობილი. Уже 19 августа утром было распространено заявление президента и Президиума Верховного Совета Республики Грузия в связи с попыткой переворота, в котором четко и недвусмысленно была изложена позиция нашего руководства. В заявлении, в частности, говорилось, что население Грузии должно подчиняться законным грузинским властям, что полностью исключало признание ГКЧП в какой бы то ни было форме, подчеркивалась необходимость соблюдения дисциплины, содержался призыв не поддаваться на провокации. В первый же день путча в Грузию прибыл представитель Язова, генерал армии Журавлев. У нас есть горький опыт общения с эмиссарами Язова. Достаточно вспомнить приезд в Тбилиси первого заместителя министра обороны СССР, генерал-полковника Кочеткова, накануне 9 апреля. Генерал Журавлев тут же предъявил несколько ультиматумов руководству республики и пытался вмешаться во внутренние дела Грузии. На деле это проявилось в том, что под военный контроль были взяты аэропорт и вокзалы. И с этой ситуацией нельзя было не считаться. Более того, по оценкам наших специалистов, действия военных в Грузии могли быть гораздо более жесткими, а их последствия очень тяжелыми и трагичными. ვიყავით თუ არა ჩვენ თუ ეს ტრაგედია იყო რაც საქართველოს თავი დატრიალდა და ტრაგედიის მესამე განსაზღვრა არის რომ ტრაგედია არის სიტუაცია როცა კაცმა არ იცის რა ხდება მის თავს ანუ არის არაცნობიერი აქტიორი ვიყავით თუ არა ჩვენ ცნობიერი აქტიორები თუ ვიყავით არაცნობიერი აქტიორები საქართველოს ისტორიისა მე მგონი არ ვიყავით მათ არაცნობიერი აქტიორები ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ შექმნილ სიტუაციას. მეორე მეც ჰუმანიტარული ლიტერატურული გახლავარ და ასე თუ ისე ორივენი კარგად ვიცნობთ რუსეთის ისტორიას და ვისთან ჰქონდა საქმე კარგად ვიცოდით ასე რომ არაფერი განსაკუთრებით ილუზიები ჩვენ რუსეთის მიმართ არ გქონია და ზვიადის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის იყო ძალიან კორექტული რუსეთთან ურთიერთობის დროს. გამსახურდიას კომპრომისი ძირითადად მის მიერ ეროვნული გვარდიის რეორგანიზებაში გამოიხატა. 19 აგვისტოს შემდეგ სპეციალური განკარგულების საფუძველზე მას განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი მიენიჭა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა. გენადი იანაევის ბრძანების შესრულებამდე მუხარა გენერალმა ჟურავლევმა გაახმოვანა. ზვიადმა მითხრა, რომ მოსა მუშტი დამირწყავდა, მაგიდაზე და მითხრა, რომ ბერას გიტირებთ. პირდაპირ ეს რომ გააუქმე ეროვნული გვარდია. და ზვიადმა ეროვნული გვარდია შეუცვალა სახელი და შინაგანი ჯარი დაარქვა. რის გამოც ეროვნული გვარდიის სარდლობა ეს ჟესტი ჩაუთვალა გამსახურდიას ღალატად მაშინ როცა ჩვენი ამოცანა იყო როგორმე მოგვეგო დრო არ შევსულიყავით პირდაპირ კონფლიქტში ამ რუსეთთან ამბულთან დაკავშირებით გამსახურდიას პოზიცია იყო ცალსახა რომ ის ჩვენი საქმე არ არის რა ხდება მოსკოვში ჩვენ მივხედავთ ჩვენ საქმეს ამიტომ იმის დაბრალება გამსახურდიაზე რომ თითქოს მან პუჩს მხარი დაუჭირა არის აბსურდი. მე ამ ამბის მონაწილე ვარ, მოწმე ვარ და დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე იყო. გარდა ამისა ის რაც გამსახურდიამ გააკეთა, მიმაჩნდა რომ იყო სწორი. როდესაც ჩვენი ახალი შექმნილი გვარდია ის ძალა რომელიც მაშინ საქართველოს გააჩნდა შეერაღებული ძალა გვარდიის სახით შეიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში და შეიყვანა იმიტომ რომ
გვარდია ყოფილიყო დაცული. ეს იყო უბრალოდ მანევრი. ეს იყო და სწორი მანევრი იყო. იმიტომ რომ არ მიეცა საბაბი იმისა, რომ შემოსულიყო აქ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები. უბრალოდ დროებით დაუქვემდებარა მან გვარდია შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქ ამაში არანაირ კრიმინალს მე არ ხედავ ისევე როგორც უკვე თბილისის პუჩის დროს რომ ლაპარაკობენ აბა ვინისულა პირველმა. ეს რა მნიშვნელობა ვინისულა? თავობა უნდა ისულოს პირველმა. მოვიდნენ იმასთან რა ქვია მთავრობის სასახლესთან იმითი გაუბიცებით და მუხებით და იმითი და როგორ იმითი მართლა კამპიუტერში შეშოდით? ეთი ვინმე გაბედოს და რომელიმე ქვეყნის იმის რა ქვია თეთრ საფრთხე მივიდეს ერთი ვინმე. მიუახლოვდეს ერთი ავტომატით ან იარაღით ერთი ვინმე და რას დააყენა იმით ნახავ. ეს მართლაც სწორი მანევრი იყო, რომელსაც არ დაემორჩილა თენგიზკიტოვანი და გვარდიის ნაწილთან ერთად რკონის ხეობაში გავიდა. გვარდიის მხედართ მთავარმა თენგიზკიტოვანმა გენერლის ფორმის მორგებაც კი ვერ მოასწრო. ყველაფერი ის, რასაც მოითხოვდა კეთაჩები, სამსახურია პირველივე დღეს დაწკიაცადა მოდერნად აქ. პირველივე დღეს მან ეს ყველაფერი აღწია. პირველივე დღეს. ასე რომ უფრო მეცადა მისთვის ხოთავარი იყო ძალაუფლება. სწორედ ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ სამსახურიას და რომლებიც მოიყვანეს სამსახურია ხელისუფლების სათამაშო. უბედურება ის არის, რომ შემდგომ მოსულმა ძალებმა ხელისუფლებაში რუსეთში გადმოილოცეს, ასე ვთქვათ, ეს არა გასახუთი არამედ მთელი ქართული აგენტურა და საქართველოსთან მიმართებაში ბევრი არაფერი არ შეცვლილა, მიუხედავად ისა, რუსეთში რა ძალები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. გამსახურდიას მოქმედება გაუგებარი აღმოჩნდა არა მხოლოდ გარე ოპოზიციის, არამედ მრგვალმაგიდებლებისთვისაც, რომელნიც პრეზიდენტის პოლიტიკური კურსისა და პროგრამის ცვლილების გამო აკრიტიკებდნენ. ზურაბმა იცოდა მეგობრებო პუჩიწყებოდა. საიდან რატომ ადამიანს პუჩის წინ იხსნებით? ჩემი პირადი მოთხოვნა იყო ერთზე მარტო. რომ მე რა ვქრე თხოვნა, რომ მე არაც ოპოზიციას სწავლა არაფერი, აი უმანიძერ ვინც კიდე დანიშნე. თედო ჯაფარიძე დანიშნე თუ თედო ბალტაშვილი დანიშნე თუ ვინც გინდა ამყრელიძე გინდა დანიშნე თუ ვინც გინდა ოღონდ ჩემი რო კაგების აგენტი იყოს ორიენტირებული რუსეთს ეს არის თავარი. ამდენი ხანი ესე იგი მთელი ეს კავშირი საფრანგეთთან, გერმანიასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან ეს ვიზიტები ოფიციალური, პირველი ოფიციალური ვიზიტები, ეს ყველა ჩემი იყო სამშობლო არაოფიციალური ვიზიტები. ასე იგი თავისი გიმნებითა და თავისი შეხვედრებით უკვე არის დანიშნული თურქეთთან 18 ნოემბერს და ინგლისთან 4 ნოემბერს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. მე ფაქტებს ვყვები. მე ეს ყველაფერი ფაქტია. თავით დებ რეჟისორ თავს თითოეულ ფაქტს. ეს ესე იყო. აი რატომ ეს ხო? მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ყველაფერი დაალაგა თავის ადგილზე და დღეს ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამსახურდიას ხელისუფლებაში იყო წარმოდგენილი ადამიანები, რომლებსაც ჭირდებოდა გამსახურდია მხოლოდ სახედ, სიმბოლოდ, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის სიმბოლოდ, ხოლო უმეტესი მათგანი ამა თუ იმ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. პუჩი მონაწილეობს ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა. უნდა საერთოდ კავშირის აღდგენა გამსახურდიას და პუჩი ფიქრობს გამსახურდია რომ იქნება პუჩი დამარცხება გორბაჩოვი დამარცხება ელჩინი თავისთავად იმიტომ რომ გორბაჩოვის დამარცხება ელცინის დამარცხებასაც ნიშნავდა თქვენ ნახეთ ის სიტუაციებში ელცინს ებრძოდნენ ისინი უფრო მეტად იმ პერიოდისათვის ასე რომ და ასპარეზზე გამოდის უკვე ახალი ძალა რომელთანაც უნდა მოეძებნა აი ასე ალბათ არა გამსახურდიას თავისი მოკავშირეები. იანაევს ქონდა ქართველებთან კავშირი. თუ მოვიდოდა იანაევი ხელისუფლებაში, მათ გარკვეულწილად შეენარჩუნებინათ გამსახურდია რა. ყველას ნელია მის თქმა ეს იმიტომ გააკეთა მან რომ ხოშტარია საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც დასავლეთის მიმართულების იყო მოიშორა და რუსული ორიენტაციის და რუსეთში გაზრდილი კაცი დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად
შესაძლებელია ამაში იყოს რაღაც მარცვალი. შესაძლებელია იყოს და შესაძლებელია იყოს გარკვეული პოლიტიკური გათვლაც. თუმცა გამსახურდია პრეზიდენტი და უნდა ქონებოდა რა თავისი ტაქტიკური სვლა. პრეზიდენტს რა თქმა უნდა ჰქონოდა ტაქტიკური სვლა. მაგრამ როდესაც 90-90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ერთიანი ეროვნული მოძრაობის მხრიდან კრემლის მიმართ ყველანაირი კომპრომისი დაუშვებელი და მოღალატეობრივი იყო, როდესაც მას სატანის ბუდეს უწოდებდნენ და შეურიგებლობის ფსიქოლოგიურ დომინანტს ქმნიდნენ, უკვე პრეზიდენტის რანგში მყოფ ზვიად გამსახურდიას ქვეყნის წინაშე არსებული რეალური საშიშროების მიუხედავად მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა პუშჩის გენადი იანაევთან თანამშრომლობა არა კომპრომისად, არამედ კაპიტულაციად ჩაუთვალეს. ალბათ სწორედ ამიტომ იყო ბრძოლა ეროვნულ პოლიტიკური ბანაკის ზომიერ და რადიკალურ გუნდებს შორის. ალბათ ამიტომ იქცა რადიკალიზმი პოლიტიკაში უმეცრებისა და პრიმიტივიზმის გამოვლინებად, რადგან ის მანევრირებისათვის სივრცეს არასდროს ტოვებს. სივრცეს, რომელიც არა მხოლოდ ერთი პოლიტიკოსისათვის, არამედ მისი ქვეყნისათვის ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რადიკალიზმი საერთოდ სხვადასხვანაირ ფერის არსებობს. ერთი შეიძლება იყოს ეს უბრალოდ გარეგნულად გამოხატული და შინაარსისგან დასლილი და მეორე პირიქით შინაარსი დატვირთული. გამსახურდიას ხელისუფლების რადიკალიზმი სწორედ გარეგნულ ფორმებს ავითარებდა მხოლოდ და მას არ ჰქონდა შინაარსი და სწორედ მოსკოვის პუტჩის დროს, როდესაც სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა, გადაწყვეტილების წინაშე დადგა, მან ვერ გაუძლო ამას, იმიტომ რომ ვიმეორებ შინაარსში ეს არ იყო რაღაცნაირად გადასული და არც ჩამოყალიბებულიც არ იყო არათუ გადასული და მან ვერ გაუძლო ელემენტარულად ამ გამოცდას. საბჭოთა რესპუბლიკებში მოსკოვის პუტჩი არაერთგვაროვნად უნდა დაღიქვას. კაფი ოპოზიციის დაფიქსირებას გეკაჩეპესადმი არა მხოლოდ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკები, არამედ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც ერიდებოდნენ. თუმცა ამ მომლოდინე მდგომარეობაშიც კი გეკაჩეპესადმი დამოუკიდებლობის კუთხით ქვეყანათა სამი ჯგუფი გამოიკვეთა. დამოუკიდებლები, ნეიტრალურები და მხარდამჭერები. პირველ ჯგუფში დასავლეთისა და კერძოდ ჯორჯ ბუშის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და მოლდავეთი მოხვდნენ. ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები მოსახლეობას გეკაჩეპესადმი დაუმორჩილებლობისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 19 აგვისტოს მაგალითად რიგის ქუჩებში რუსული სამხედრო ტექნიკა შევიდა, ხოლო მედესანტეებმა ტალინის ტელერადიოგადაცემების ცენტრის შენობა დაიკავეს, ბალტიისპირელებმა პუჩისტების სამართლებრივ ბრძოლაში გამოიწვიეს. მოლდავეთის პრეზიდენტმა მირჩა სნეგურმა კი ქვეყნის მთელ მოსახლეობას კიშინიოვის ცენტრისკენ მოუხმო. ნეიტრალურებში ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი გაერთიანდნენ, რომელთა ლიდერებიც მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებდნენ. საბჭოთა იმპერიალიზმით შეშინებულმა უკრაინის მმართველმა უმრავლესობამ არ მიიღო პატრიოტული ორგანიზაცია რუხის მოწოდება დაუმორჩილებლობის შესახებ და მოვლენათა გარკვევაში დროის გაყვანის პოლიტიკა არჩია. ნეიტრალური ქვეყნები თავის გადარჩენას ცდილობდნენ. მათ მოქმედებას კი დასავლეთი აკვირდებოდა და მომავალსაც ისქმნიდა. მხარდამჭერების სიაში კი ბელორუსია, აზერბაიჯანი და უზბეკეთი მოხვდნენ. ამ ქვეყნების ლიდერები გმობდნენ 6 წლიან გარდაქმნის პროცესს, გორბაჩოვის დაუფიქრებელ პოლიტიკას და საბჭოთა კავშირის რეანიმაციას სოლიდარობას უცხადებდნენ. ლიდერთა პოზიციების მიუხედავად ეს ქვეყნები მაინც საპროტესტო მოძრაობებმა მოიცვა. შესაძლოა პოლიტიკური ოპოზიცია, საზოგადოება და თანაგუნდელები დილენის წინაშე მყოფ ზვიად გამსახურდიას გვარდიის რეორგანიზებისა და გენადი იანაევთან მოლაპარაკებების გამო დღესაც გეკაჩეპეს მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. თუმცა ისტორიული სამართლიანობისათვის საქართველოს მთავრობის მიერ 20 აგვისტოს გამოქვეყნებული ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა ვახსენოთ. ეს იყო პრეზიდენტის მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი, სადაც მან მიმდინარე მოვლენების შესახებ თავისი გულწრფელი მოსაზრება და ეჭვები გამოთქვა. საბჭოთა კავშირში შეიქმნა არასტაბილური სიტუაცია, რომლის გაკონტროლება ახლო მომავალში შესაძლოა შეუძლებელი გახდეს. მოვლენათა ასეთი განვითარება ყოველთვის გარდაუვალია ტოტალიტარულ იმპერიაში, სადაც იწყება დიდი ლიბერალიზაცია. ასეთი მოვლენების პირისპირ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის სახელმწიფოთა პრინციპულ პოზიციას, უკომპრომისო შეფასებას, ყოველივე იმას, რაც ხდება, აგრეთვე აქტიურ დიპლომატიურ თუ სხვაგვარ მოქმედებას. დასავლეთი არ უნდა იყოს მაყურებლის როლში,
პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა ძალზე რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალება, ეს თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელვიან ცალკეულ სახელმწიფოთა ლიდერები. თავარზე უმთავრესია დასავლეთმა მხარი დაუჭიროს საბჭოთა კავშირის მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიის, პლურალიზმის დამკვიდრებას. შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება, საფრთხეს უქმნის უწინარესხევლისა საბჭოთა კავშირში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და რომელთაც ჰყავთ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი. ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარესხევლისა ამერიკის შეერთებულ შტატებს სასწრაფოდ და გადაუდებლად დე-ფაქტო და დე-იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყნებში. აი ეს პუტჩი, რომელიც მომზადდა აგვისტოში, ხომ არ იყო ცნობილი გორბაჩოვისათვის და ეს ხო გორბაჩოვის შეთანხმებით არ მოხდა ეს. ეს არის ძალიან საინტერესო მოსაზრება. აი ეს მოსაზრება თქვა გამსახურდია. აი ეს მოსაზრება შემდეგ გაიმეორა შევარდნაძე. დასავლეთს უნდა საბჭოთა კავშირის დაშლა, დასავლეთს უნდა რეჟიმის მოსპობა. გორბაჩოვი ამ შემთხვევაში ვერ აკეთებდა, იმიტომ რომ გორბაჩოვი მან შეზღუდული იყო, არა ძალოვანები მაშინ უზარმაზარ თანამდებობებს ზეპყოფი ძალოვანები დიდ ძალას წარმოადგენდნენ სამხედრო თვალსაზრისით, იგი არა. ამიტომ ხომ არ იყო გათამაშებული ეს სცენარი, გაებდნენ ამ ხაფანგში ისინი. სხვანაირად მათი მოცილება არ შეიძლებოდა ამ დიდი თანამდებობიდან ისინი იყვნენ. აი ხომ ანგზუსტა ყოფილიყო ეს. გამსახურდიასეულმა შეფასებამ გარბაჩოვის შოუ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზონის შემაერთებელი ერთი პატარა წერტილიდან მედიის საშუალებით ჯორჯ ბუშის ყურამდეც მიაღწია. თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიას მისამართით ნათქვამი საბედისწერო ფრაზა მაშინ მისმა მრჩეველმა ერთაშორის საკითხებში საკუთარი ყურით მოისმინა. ჩავწერთ ტელევიზორი და ტელევიზორით გადაცემენ პრესკონფერენციას თეთრი სახლის ეზოდან. თეთრი სახლის ეზოში გამართა ბუშმა პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ამერიკა არასდროს არ ცნობს არალეგიტიმურ პუჩისტებს და აღიარებს მხოლოდ გარბაჩოვის პრეზიდენტობას და ამერიკა მზად არის მობილიზებულია ყველაფერი იმისათვის, რომ თავისი პოზიცია დაიცვას. აი ამ სიტყვებს რომ ამბობს ბუში, ამ დროს წამოდგა ერთი ძალიან სანდომიანი, საინტერესო ქალბატონი, ჭაღარათმიანი, შავი სათვალეები ჰქონდა, კარგად დავამახსოვრდა ეს ჟესტი და მან მიმართა, რომ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვით, რომ არ ცნობს ამერიკა პუჩს მოსკოვში და აღიარებს მხოლოდ გარბაჩოვს და აგერ ბუშის CNN-მა გადასცა საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუ და საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის გარბაჩოვის შოუ. ამაზე ბუშმა იტეხა ისტორიკები და თქვა, რომ this is ridiculous, ეს არის სასაცილო ასეთი გამოთქმა ინგლისური და ეს გამსახურდია დიდი ხანია მიდის დინერების საპირისპირო და დროა ის გამოერკვიოსო. აი ამ დამცამე თავზარი მე რაც მქონდა მოფიქრებული და როგორც მქონდა ჩემი მოხსენება ჩამოყალიბებული დამიმცხვრია თუნდაც პროექტი და ახლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში და მე მაშინალურად დავრეკე ზვიადთან და საბედნიეროდ აიღო ტელეფონი ზვიადმა და უთხარი რომ ეგეთი სიტუაცია მეთქი. უთხარი რომ ზვია ძალიან თხოვ მეთქი რომ თუ გადაბრუნებული ცუდი რაღაცა არ თქვა გარბაჩოვი, იმიტომ რომ გულის ფიცარზეა გამოჭრილი გარბაჩოვის სახელი ამერიკაში. კარგი და ეხლა ეს უთქვა მეთქი მე რომ დამისვენ ამ კითხვას მე როგორ უნდა მოვიქცე მეთქი. მაგათ უთხარი დინარებას კუტარი თევზები მიყვებიან. ეს იყო ფანტასტიკური, მე ერთხელ თქვი, ეს და კიდევ არავს არ მობეზდება ის გამო, ეს იყო საუკუნის ფრაზა. ყველაზე კარგად ამ ერთი ფრაზის გამოხატა მან, რომ საქართველოს არის ცოცხალი და არავის არ დაგებდება და არ გაცვლის არაფერს თავის დამოუკიდებლობასთან თავისუფლებას. სწორი პასუხი იყო, მაგრამ თვითონ სახე
სახელმწიფო, პატარა სახელმწიფო, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც წავიდა, როდესაც უპირისპირდება ისეთ დიდ სახელმწიფოებს, ისეთ ასე ვთქვათ, სოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფოებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია და ახალეთად მთელი დასავლეთია. ისეთ სახელმწიფოებს, როგორც რუსეთია, ორი ესეთად რუბლის რაც ხონა გაწეული ხარ. ეს ერთი ისტორიული ფაქტია. თუმცა მთლიანად პროცესი სოფლიო პოლიტიკური თამაშის კონტექსტიდან ამოვარდნილ რესპუბლიკათა საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. სოფლიო ცივი ომის დასასრულისკენ მიდიოდა. საქართველოში კი ძმათამკვლელი ომისათვის ჯერ მხოლოდ ძალებს იკრებდნენ.